მარტო აი შავი ლაქაც რო გააკეთო ხელით. სულად განყენებული, არავითარი ცხოველი არ იყოს ის. აი უბრალოდ შავი ლაქა. ხო არის ასე ცნობილი ნახატი შავი კვადრატი არა? აი შავი ბურთი რო გააკეთო ასეთი. ვინაიდან ამის უკან დგას ადამიანის ცოცხალი ორგანიზმი და ცოცხალი შეგრძნება, ეს იქნება გაცილებით ცოცხალი, ვიდრე რაც გინდათ. საბჭოთა ხელისუფლება მე არ მანებიურებდა, რომ გადამეღო ფილმები. დრო ბევრი მქონდა და გადავწყვიტე, რომ გავაკეთებ თოჯინების თეატრს და წავალ სოფლებში და უფასოდ მიუტან ამ სპექტაკლს. თოჯინების ფული ვერ ვიშოვე და აი მე ჭtildeმა გამახსენა ბავშვობა, ყველას გვასწავლინე ხო რაღაცეებს. რომ ნახე, მე მივხვდი, რომ უფრო საინტერესო დღეს რომ მეხვეწოთ თოჯინებში არ გავცვლე ამას. ყველა დარგებს შორის ჭtildeების თეატრი მიმაჩნია, რომ ახლო არის მუსიკასთან და პოეზიასთან. ომის მერე მე ავიყვანე აფხაზეთთან და ცხინვალთან ეზობედურებად დატრიალ და 90-იანების დასაწყისში სპეციალური ჯგუფი, კინემატოგრაფიული ჯგუფი ავიყვანე და ანიმაციის სწავლებისათვის შევთავაზე ჭtildeების თეატრის მსახიობის ოსტატობა, იმიტომ რომ ძალიან კარგი არის ანიმატორებისთვის ეს თეატრი. და ამათ მოეწონათ და მათი ინიციატივით ნახეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული შრომა ელოდებოდათ, ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ისინი ამ თეატრს გააკეთებდნენ და მათ სასახელოდ უნდა გითხრათ, რომ ძირითადმა ნაწილმა არ უღალატა ამ საქმეს და უკვე ასე ვთქვათ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული სოფელ ნიქოში მეუფე ისაიას ასე ვთქვათ დიდი გულმოდგინებით შეიქმნა სახელოვნებო სკოლა, სადაც ასწავლიან ანიმაციას და ჭtildeების თეატრის ხელოვნებას. და ყოველდღიურ ძირითად სამუშაოს ესენი ეწევიან ამათთანაც. და უნდა გითხრათ, რომ თუ ღმერთმა ენება და მშვიდობა იქნა, ძალიან რამოდენიმე წელიწადში სოფელ ნიქოში იქნება მათი საკუთარი სტუდია, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია და უკვე 2 ფილმი აქვს გაკეთებული და მესამე ფილმი ჩვენთან ერთად ერთობლივად გაკეთდა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ფილმი ანიმაციური ვერხვი და მოღმე. ერთი ფილმი არის შობაზე გაკეთებული, მეორე ფილმი არის სახარებისეული იგავი მთესვარი. რომ სოფელ ნიქოში, იმიტომ რომ ხელოვნების სკოლა არსებობს, არც ერთმა ოჯახმა არ დატოვა ნიქოზი. არა და ეს ხო გადაბმულია ცხინვალზე. აი ამ ქუჩაზე რო დგეხართ, 500 მეტრში რუსის ტანკი დგას. ეს სკოლა მართლა ძალიან დაეხმარა ამ ბავშვებს თავისი ნიჭის რეალიზებაში. ძალიან ბევრი ბავშვი იყო დამალული რაღაცა განსაკუთრებული ნიჭი და ამ სკოლამ ხელი შეუწყო, რომ ეს ნიჭი განვითარებულიყო. გვაქვს ძალიან ბევრი ხელოვნების წრე, ეს არის ქარგვა, ხატვა, ხელის ჭtildeების თეატრიც გვაქვს ბატონი გელას დახმარებითა და ხელშეწყობით.
რაღაცა ამ ბავშვებისთვის ეს სკოლა არ არის მარტო სკოლა. ეს არის ადგილი, სადაც სიხარულით და სიყვარულით მოდიან და რაღაცა თითქოს იქ მოდიან, სადაც თავისი სახლია. სახლის გარემოს ქმნის ეს სკოლა მათთვის და იცით ძალიან მნიშვნელოვანი ამ სკოლის არსებობა მათ ცხოვრებაში. ეს არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ნათელი წერტილი. წელს ვაკეთებთ კიდე მეორე იგავს სახარებისეულს. გუშინ სწორედ გააკეთეს არჩევანი მოკლემეტრაჟიანი ფილმები ესენი. ლესე თავაძის შვენიერი საბავშვო მოთხრობა არის. უკვე არჩიეს ეს ერთი მოთხრობა და ამავე დროს მზადდება მომავლისთვის სრულმეტრაჟიანი ფილმი ჩემი სოფელი, რომელიც მთლიანად ეყრდნობა ბავშვების შთაბეჭდილებებს. ეს უფრო მომავლის პროექტია და უბრალოდ ჯერ მიდის სასცენარო ფიქრი ამის შესახებ.